I'm German homelos, I drink coffee and I know things. მე-15 ეპიზოდის თემა არის ჭეშმარიტი მშობელი. ეპიზოდის დაწყება მომიწევს ცოტა არ იყოს და უხეში ნათქვამით ადამიანების უმეტესობამ, სამწუხაროდ უმეტესობამ და არა მისმა რაღაც მცირე ნაწილმა საერთოდ არ იცის რა არის იყოს მშობელი. გერქვას მამა, გერქვას დედა, თუნდაც ბებია და თუნდაც პაპა. რადგან ამ ბოლო ორსაც გარკვეული ნაწილის მშობლობა ევალება თუ შეუძლიათ ცხადია ჩემი აზრით. არავის წკენინებას და გაკითხვას არ ვეცდები, უბრალოდ ვიტყვი იმას, თუ როგორი წარმოვიდგენია ადამიანი, რომელსაც სურს რომ შვილები ჰყავდეს და ჰყავს უკვე. ალბათ იფიქრებ და ვინმე რომ ფინანსური და მატერიალური საკითხის მოგვარებაშია კარგი მშობლობა, რომ თუ მილიონები და 10 სახლი არ აქვს ადამიანს, მას შვილები არ უნდა ჰყავდეს. ან თუ ჰყავს უკვე და არ აქვს ის ყველაფერი, ცუდი მშობელია, ცუდი მამა ან ცუდი დედაა. ამ ამბავში მატერია არაფერ შუაშია. საქმე ყოველთვის იყო და დღესაც არის, თუ არის მშობლებსა და შვილებს შორის საჭირო დოზის სიახლოვეში. მათ შორის აბსოლუტური გულწრფელობის არსებობა და რაც მთავარია, რასაც ასე ეძებს დღევანდელი ბავშვი, უსაფრთხოების განცდა მშობელთან ყოფნისას. შენიანობის განცდის არარსებობა მშობლებთან, ეს არის მთავარი პრობლემა. როცა ბავშვი ადამიანი თავს ვერ გრძნობს დედასთან და მამასთან თავს, როგორც მისიანებთან და დიახ, სისხლი, ხორცი და საერთო სახლში ცხოვრება, ეს ახლობლობის შეგრძნებას არ ქმნის. სწორედ ესაა უგულო და აგდებული დამოკიდებულება მშობლების როგორც მშობლის როლის მიმართ. და მაშინ როგორ და რისგან ჩნდება ეს ფსიქოლოგიური სითბო შვილსა და მშობლებს შორის. გამოსავალი დეტალებში იმალება, რომელსაც ასე გულგრილად არიდებენ თავს და სასაცილოდაც კი არ ყოფნით. ხომ გააჩინეს, ხომ იწვალეს გაზრდაზე, ხომ აცმევენ, ხომ აჭმევენ, ხომ ართობენ, მეტი რაღა გააკეთონ. თან მაინც არ გადავყვები, მაინც არ დამიფასებენო, ამბობენ. ცოტაოდენი გულგრილობით უფრო პატივს მცემენ სიბერეშიო, ასე ამბობენ, ასე ხედავენ მეგობრულ მშობლობას, მამობას, დედობას. აქაც კი ეს პატარა დეტალია შესამჩნევი. მეგობრულობა და არა შვილების პირდაპირ მეგობრად გადაქცევა. წონასწორობა როგორც ყველგან აქაც საჭიროა. შვილებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან მათი მშობლები. ვინ არიან მათი დედა და მამა და პატივისცემის გრძნობა არ უნდა დაეკარგოთ. არ უნდა აერიოთ ისინი თავის თანატოლებში. აქ არ უნდა დაუშვან შეცდომა მშობლებმა ზუსტად. სწორედ ამიტომაა ხაზგასმულად საჭირო მეგობრულობა და არა პირდაპირ მეგობრობა შვილთან. ბავშვმა უნდა იცოდეს და უნდა ესმოდეს, რომ ეს კი არის მამა, ეს კი არის დედა, მაგრამ ემოციურად მოწესრიგებული, შეგნებული მსმენელი და გულისხმიერი მეგობარიცაა ამავდროულად, რომელიც უაზრო ანჩხლობის, ყვირილის, არაჯანსაღი კრიტიკის გარეშე მომისმენს. შემოვა ჩემს მდგომარეობაში, ეცდება მაინც. მშვიდად მირჩევს რა იქნება სწორი, როგორ აჯობებს მოქცევა, თუ ცუდად გრძნობ თავს, კი არ დამიმატებს და მეჩხუბება და უფრო კი არ გამაღიზიანებს, არამედ დამამშვიდებს, ეცდება მაინც ყოველ შემთხვევაში. ცდაც ბევრს ნიშნავს ძალიან. შვილი უნდა ხედავდეს მშობლებს, როგორც საშინელი ქარიშხლის დროს მშვიდ და უსაფრთხო თავშესაფრის აღმოჩენას. სწორედ ეს უსაფრთხო და მშვიდი თავშესაფარი უნდა იყოს მშობელი შვილისთვის საშინელ ქარიშხალში და არა პირიქით. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომლისთვისაც მთელი ბავშვობა და ცხოვრება მშობლები ქარიშხალი იყო და თავშესაფარს ასე უიმედოდ როგორ დაეძებდნენ და ამდენი ამაომცდელობის შემდეგ როგორ კარგავდნენ ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენას, თავდაჯერებულობას
სიცოცხლის ხალის, ხდებოდნენ დეპრესიულები და ივსებოდნენ მძიმე ენერგიით. და განაბერს ითხოვდნენ რამეს. მშობლებისგან სულ ოდნავ ხარდაჭერას მაინც, რომ კი შეიძლება სამყარო ინგრეოდეს შვილო, ყველაფერი ნადგურდებოდეს, მაგრამ მე შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ, შეგიძლია უსაფრთხოდ იგრძნო ჩემს გვერდით თავი. სიტყვებიც კი არაა საჭირო, თუ ერიდება ადამიანს მაინც და მაინც მათი წარმოთქვა. უბრალოდ მასთან უნდა იყოთ, ესეც საკმარისია. აუცილებლად იგრძნობს ამას ბავშვი, შვილი, თქვენს დამოკიდებულებას მის მიმართ. ყოველთვის სიტყვები არ არის საჭირო ჩვენი სიყვარულის და მხარდაჭერის გამოსახატად. ქცევა და წესიერი მოპყრობაც ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრს ჩემი აზრით. ამ გულგრილი მშობლების უმეტესობა თავს იცით რითი იმართლებს? მათაც არ დააკლო ცხოვრებამ და ადამიანებმა გასაჭირი, ბოროტება, ტკივილი და ფსიქიკა დაუზიანდათ, ამიტომ აღარ შეუძლიათ ეს ლოლიაობა, როგორც ქართველები იტყვიან. და რაც იქნება, გაუძლებენ შვილები, გადაიტანენო. მერე რაო? ხო, მერე რა კი, არიან ძლიერი ბავშვებიც, ნამდვილად არიან, ვინც ამ უზურგობას უძლებენ. გადარჩებიან კიდეც და შეიძლება სრულად ჯანმრთელ, ფსიქოლოგიურად, სულიერად ჯანსაღ ადამიანებად გაიზარდონ. შეიძლება ასე, მაგრამ პირიქითაც რომ ხდება ხოლმე, რომ ვერ უძლებენ ამ უზურგობას, უთავშესაფრობას, უთანაგრძნობას და საშინელ ფიქრებს იწყებენ, აღარ დავასრულებ, მიხვდებით რასაც. ან შეიძლება იზრდებიან ძალიან დაზიანებული ფსიქიკით. და ეს ყველაფერი რატომ? რისთვის? ვინ გვაძალებს ამ ბოროტულ დამოკიდებულებას შვილების მიმართ? კი ეს ბოროტება არის ნამდვილად. გულგრილობა შვილების მიმართ არის ჩვეულებრივი ბოროტება. შეიძლება თავი იმით იმართლონ, რომ ეს აღზრდის ერთგვარი მეთოდია, რომ რაც შეიძლება მძიმე გარემოში უფრო ძლიერი ადამიანები იზრდებიანო. კი ეგ მართალია, მაგრამ ეგ სიმძიმე, ზეწოლა, კრიტიკა, ბოროტება თქვენგან არ უნდა მოდიოდეს, მშობლისგან არ უნდა მოდიოდეს. ცხოვრება გარეთ, სახლის გარეთ, ოჯახის გარეთ, ადამიანები, ზოგადად ცხოვრება მაგ გაკუთილებს და გამოსაწრთობ მძიმე გარემოს არ დააკლებს. აუცილებლად შეხვდება ბავშვს და ადამიანს ეგ ყველაფერი. ახლა დაუკვირდეთ, გარეთ თუ ამდენი გასაჭირები აქვს ბავშვს, ადამიანს, მერე მოდის სახლში იმის იმედით, რომ დაამშვიდებენ, მოусმენენ, გაუგებენ და ამ სახლშიც იგივე სიცივე, სიმძიმე რომ ხდება, იგივე ზეწოლა რომ ხდება სახლში. ეს როგორ იმოქმედებს ბავშვზე? ამ შემთხვევაში ბავშვზეა ლაპარაკი უფრო მეტად. ხო შეიძლება ასე ვერ ამჩნევდნენ მშობლები, არაფერი ეტყობოდეს ბავშვს, მაგრამ რა ვიცით რა ხდება მის გულში და გონებაში. როგორი გაღიზიანებული და ნერვებ დაზიანებულიც არ უნდა იყოს მშობელი, ბავშვებზე არ უნდა იყაროს ჯავრი და არ უნდა აიძულოს, რომ გაუძლოს მშობლების გულგრილობას. წარმოქმნილ საშინელ სტრესს არ არის ვალდებული ბავშვი, რომ ამას გაუძლოს. ცხოვრება ისედაც არ დააკლებს ამ ყველაფერს მას. თქვენი დამატება არ სჭირდება. მშობელმა უნდა ჩაიკლას თავის თავში ეს ტკივილი და სიმწარე, რაც აქვს განცდილი თავისი ცხოვრების მანძილზე და შვილს ახლოსაც არ უნდა გააკაროს ეს. ჭეშმარიტი მშობელი საშინელ ქარიშხალში ნაპოვნი უსაფრთხო თავშესაფარი უნდა იყოს შვილისთვის და არა პირიქით.